იღუმენი ნიკონი, ღმერთისკენ მიმავალი გზა. ძალიან მეწოდებით, მთელი გულით გისურვებთ წარმატებას უხილავ გზაზე, რომელსაც სიხარულისკენ მიყავხართ, აქაც და მომავალშიც. იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ. ამავეება ამაოთა, მირაჟი, მაია, ინდუსებთან და მაინც ამ მაიასაგან განთავისუფლება მთელი ჩვენი ცხოვრების საქმეა. ღმერთმა ინებოს, რომ ცხოვრების ბოლოს მაინც ვიგებოთ ნაყოფი ჭეშმარიტი თავისუფლებისა, რომელსაც ქრისტე თავის მოწაფეებს მისცემს. თქვენ კი ჩქარობთ და გინდათ, რომ ჩვილობიდან პირდაპირ დასრული გახდეთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვერაფრით ვერ მივაღწიე თქვენგან პასუხს იმ აზრზე, რომლის ჩანერგვასაც მუდმივად ვცდილობ. სადაც არ უნდა იყოს კაცი, მას ყოველთვის ეძლევა მრავალი შემთხვევა, რომ ან სახარების, ცნებების თანახმად მოიქცეს, ან ძველი კაცის კარნახით, სულიერად წარვემატებით, თუ კი თვალყურს ვადევნებთ საკუთარ თავს და ვაიძულებთ ცნებების თანახმად ცხოვრებას, ხოლო რაიმე დარღვევის შემთხვევაში ვნანობთ და შენდობას ვთხოვთ ღმერთს. ჩვენ ან ვასრულებთ მცნებებს, ან ამით ვიძენთ სიმდიდრეს. ან თუ ვარღვევთ რაიმეს, ვინანიებთ და ასევე ვიძენთ რაღაცას. სრულდება მოციქულის სიტყვები, ღმერთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად. როცა მოცემული გარემოებები თქვენთვის საზიანო და ცხონების დამაბრკოლებელი გახდება, მაშინ უფალი უფრო ხელსაღრელ პირობებს შეგიქმნით. საკმარისია საკუთარი თავი ღმერთს მიანდოთ. თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველივე ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევევედროთ. აი, საით მოგვიწოდებს წმინდა ეკლესია ყოველ ღვთისმსახურებაზე. მოითმინეთ, გამხნევდით, ნუ შეურაცხყოფთ უფალს, რომელმაც თქვენთვის გაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც კი ებადა. უფრო მეტი მსხვერპლი, ვიდრე სიყვარულია, მას არ გააჩნია. მაშ რად არ აფასებთ ღვთის სიყვარულს, რად არ ამყარებთ სასუებას მასზე, არამედ რაღაცას დაეძებთ სადღაც საკუთარ თავში ან სხვა ადამიანებში, რომლებიც ყველანი არაფერი არიან. მერწმუნეთ, რომ უფალს ყოველ წამს ნებავს მოგმადლოთ თავისი უდიდესი სიკეთეები, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მიღება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ხოლო რისი მიღებაც შეგიძლიათ, იგი ყველაფერს მოგცემთ. ამ ნიშნის მიხედვით იმსჯელეთ თქვენს მდგომარეობაზე. წესად დაიდეთ, რომ დღეში სამჯერ მადლობა შესწიროთ უფალს მთელი მისი სიყვარულისა და ზრუნვისათვის, რომელსაც იგი კაცთა მთელი მოდგმისა და პირადად თქვენს მიმართ იჩენს. უფალმა განსწავლოთ და გაცხოვნოთ. ყველა უფლისმიერი წყალობის სურველი თქვენთვის. 1959 წლის 28 ივნისი.